ჩვენ ახლა გორი ხიდის თავის დამაკავშირებელ გზაზე ვიმყოფებით, სადაც როგორც კადრში ხედავთ, ავტომობილების ინტენსიური მოძრაობა. აი ამ მთიდან ხშირია ლოდების ცვენა და ბოლო შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც ეს ლოდი დაეცა ავტომანქანას. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ მთიდან ლოდების ცვენა საკმაოდ ხშირია და მათი თქმით, როგორც ავტომობილებისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეებისთვის აქ გადაადგილება სახიფათოა და ადგილობრივები ითხოვენ, რომ აქ ჩატარდეს სპეციალური სამუშაოები, რათა მოხდეს ამ პრობლემის პრევენცია. მაგრამ ისე ძალიან ხშირი არის წვიმიანი პერიოდი რომ არის, მერე ჩამოდის ხომ ეს დიდი ლოდები ცვივა და მძღოლებისაც სმენია ჩივიან, რომ აი გადავრჩითო რომ გამოვიარეთ რა. ანუ საფრთხის შემცველი. კი, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველი არის. ქვის ცვენა ყველგან საფრთხოა, აქ არ ჯუიჯარი გამიშლება. აწენის სავსეა ესეთი ხეობაა და ბუნებას იმერწახალ ბუნების წინააღმდეგ. ხშირად ცულა ხოლმე კი და გასაკეთებელია რა თქმა უნდა ეხლა ის ბარიერი უნდა გაკეთდეს ის ან სეტკით ან როგორც აკეთებენ ხოლმე ეხლა იმიტომ რომ საშიშია ეხლა მან მოძრაობა და მისახედია წლებია რავი რაც მახსოვს ეგრეა ეგ. აი ბოლო შემთხვევა როდის მოხდა ხომ არ სადღაც 2 კვირის წინ გავინახე ბოლოს რომ ჩამოვცვენილი იყო რა. გორი ხიდის თავის გზაზე ლოდების ცვენისა და გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რა დროსაც ერთ-ერთი ლოდი ავტომობილს დაეცა თრიალეთი გორის მერიას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ პრობლემისა და გუშინ მომხდარი ფაქტის შესახებ საქმის კურსში არიან და ინფორმაცია მიაწოდეს საგზაო დეპარტამენტსაც, რადგან აღნიშნული გზის მოვლა პატრონობა მათ ევალებათ. თრიალეთის საგზაო დეპარტამენტსაც დაუკავშირდა, მათ განმარტეს, რომ აღნიშნულ ადგილზე პრობლემის პრევენციისთვის დამცავი ბადის განთავსება იგეგმება.